მოგესალმებით, დიდი მადლობა მოსვლისთვის და ინტერესისთვის. ალბათ ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება თუ როგორ მიმდინარეობდა ამ 2-3 დღის განმავლობაში სტრასბურგში პროცესები და რა სთან გვაქვს რეალურად საქმე. და მინდა რომ ძალიან მოკლედ ჩემს კოლეგებისგან განსხვავებით, რომელიც დღეს ჩამოვლენ ალბათ დღის განმავლობაში, მინდა რომ მე ესე ვთქვათ გარკვეულად რახან თბილისში ვარ უკვე წარმოგიდგინო ჩვენი მოსაზრებები და შეფასებები რასთან ჰქონდა ამ დღეების განმავლობაში საქმე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ ქართულმა ოცნებამ აჩვენა თავისი სახე, როდესაც მან ქვეყნის ეროვნული ინტერესები დააყენა ბევრად და ფინანსური ინტერესები დააყენა ბევრად მაღლა ვიდრე სახელმწიფო ინტერესები და ცალსახაა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესი არის ევროსაბჭოში ყოფნა, ევროსაბჭოს წევრობა და იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც ევროსაბჭოში გაწევრიანებით თავის თავზე აიღო საქართველოს, რომელიც დღეს ქართულმა ოცნებამ უგულებელყო და ის კრიტიკა, რომელიც ობიექტურად მოედინება არსებული სიტუაციის ზოგადად ობიექტური შეფასება, მან ჩათვალა, რომ ეს არის მის მიმართ სუბიექტური კრიტიკა და მან გადაწყვიტა, რომ ეს 26 წლის მონაპოვარი, რომელიც 99 წლიდან დაიწყო და დღემდე არაერთი მთავრობის მონაპოვარი იყო, გადაწყვიტა, რომ მან ეს ჩამოშალოს ისე როგორც მაშინ 28 ნოემბერს გამოგვიცხადა, რომ შესაძლებელია მათ კონკრეტულად გადაწყვიტონ და შეცვალონ ის კურსი, რომელიც აირჩია რამოდენიმე თაობის საქართველოს ხელისუფლებამ და რამოდენიმე თაობის საქართველოს მოსახლეობამ და არის ფუნდამენტური ინტერესი საქართველოს. ესე იგი, პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად და იყვნენ იქ და დღესაც იქ არიან და აგრძელებდნენ ძალიან კოორდინირებულად მუშაობდნენ იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. ეს არ არის რაღაცა დიდი დღესასწაულო, ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ქართული სახელმწიფოსთვის, რომელშიც ჩააყენა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ჩვენი ამოცანა იყო თითოეული ჩვენთაგანის პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ მიგვეტანა მაქსიმალურად ობიექტური სურათი ის ხალხის ხმა, რომელიც დღემდე უკვე 64 თუ 65 დღეა ქუჩაში არიან, მათი ხმა მიგვეტანა ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებამდე და მათ ობიექტური სურათი ასე ვთქვათ აესახათ იმ რეზოლუციაში, რომელიც იქნა ასახული. ყველას ძალიან კარგად ესმის უკვე ის კონკრეტული სახელები და გვარები, რომელიც აი აქ დღეს როგორც პატიმრები, როგორც მოშიმშილეები, რომელიც ამ გარკვეული მძევლები ქართული ოცნების ხელისუფლების დღეს ყავს ქართულ ოცნებას და ეს უკვე პრაქტიკულად ასე ვთქვათ დამკვიდრებული სახელებია და სიმბოლოებია ქართული დემოკრატიისთვის ბრძოლისთვის სტრასბურგში. მინდა ასე ვთქვათ რამდენი ძირითადი ხაზი გამოყო, ესე ხო და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელმაც მიუხედავად ძალიან ფუნდამენტური განსხვავებებისა, გულისხმობ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ ჯგუფებს, როგორც სოციალისტების, ისე სახალხო პარტიის და ასევე ალდეს ლიბერალების ჯგუფის, რომელიც მიუხედავად ისა ფუნდამენტური განსხვავებებისა, მათ პოლიტიკურ შეფასებებში და შეხედულებებში, საქართველოს მიმართ მათ აქვს ძალიან კონკრეტული, ძალიან ობიექტური და ძალიან მკაცრი დამოკიდებულება და ხედავენ იმ ყველა დეტალს, რომელიც ქვეყანაში არის ძალიან კარგი სურათი აქვს და ხშირ შემთხვევაში ჩვენგან მიწოდებაც არ არის ბევრი რამე საჭირო, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული და დანახული ის, რაც ხდება ქვეყანაში. მინდა ძირითად რეზოლუციის ძირითად საკითხებზე გამომახვილო ყურადღება და აქ არის რა თქმა უნდა განსაკუთრებული აქცენტი არის იმ დემოკრატიულ უკუსლაზე, რომელიც აღინიშნება, რომელსაც უკვე ყველა აღიარებს გარდა ქართული ოცნებისა. ასევე აქ არის ევროინტეგრაციის შეჩერებაზე საკითხები, რომელსაც ხედავენ ისინი როგორც ქართული ხალხის ერის და ხალხის საზოგადოების გადაწყვეტილების წინააღმდეგ სვლას ქართული ხელისუფლების საუბრობენ იმ არადემოკრატიულ კანონებზე, რომელიც არის ქვეყანაში მიღებული, იმ ძალადობრივ ფაქტებზე, რომელიც ქვეყანაში არის, რომელსაც ასევე არ აღიარებს ქართული ოცნება, მაგრამ ყველა ხედავს თელს ევროპაში და ევროსაბჭოში. და კონკრეტულ საკითხებს აყენებს. ამ შემთხვევაში ასევე მინდა ხაზი გაუწმო იმას, რომ კიდევ ერთხელ აქ გავრცელებული ქართული ოცნების პროპაგანდა საუბრობს იმაზე, რომ თითქოს ვიღაცა ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, სინამდვილეში არის საუბარი, რომ დემოკრატიული ასე ვთქვათ ჩიხი, რომელშიც შეიყვანა ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო, აქედან გამოსავალი არის მხოლოდ რეალურად ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და სწორედაც რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ამიტომაც გახდა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან, ფუნდამენტური სისტემური კრიზისიდან გამოსავალი შესაძლებელია იყოს მხოლოდ არჩევნები და არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მოთხოვნა არ არის ეს. ეს არის ობიექტური რეალობა, ეს არის აქსიომა დემოკრატიაში, სამწუხაროდ ქართულ ოცნებას დემოკრატიის პრინციპები არ ესმის და ვერ ხვდებიან, რომ ეს არის ჩარევა საქმეში თუ ეს არის უბრალოდ ობიექტური გამოსავალი სიტუაციიდან.
ასევე ხო აქვე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც პრინციპში ალბათ ყველაზე მეტად შოქში ჩააგდო ქართული ოცნება, მაგრამ რეალურად ეს არის ალბათ თავარი. დღეს პირველად გაშდა ესეთი ფრაზა პოლიტიკური პატიმრები საქართველოში, რომელიც განთავისუფლებას ითხოვს დაუყოვნებლივ ევროსაბჭო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის თითოეული ადამიანი, მათ შორის ზია ამაღლობელი, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული მძევალი ქართული ოცნების, მისი სახელი კიდევ ერთხელ ყველა მიცის ევროსაბჭოში და ამ პოლიტპატიმრების გამოშვება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნა, რომელსაც თავარი ღერძი მე ვიტყოდი, რომელსაც ეფუძნება ეს რეზოლუცია. ასევე არის მნიშვნელოვანი ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩაატაროს დემოკრატიული რეფორმები და ის მოთხოვნები შეასრულოს ევროკავშირის კომისიის, რომელიც აუცილებელია პროცესის ასადგენად და რაც თავარია პოლიციის ძალადობრივი ქმედებებზე მოახდინოს რეაგირება მათი პასუხისმგებლობაში მიცემის და შესაბამისი გამოძიების ჩატარებით. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მკაცრი, ეს იყო ძალიან დიდი შანსი ქართული ოცნებისთვის მიცემული იმისთვის, რომ მათივე ხელისუფლების პირობებში შეეძლო დაებრუნებინათ საქართველოს განვითარება დემოკრატიულ რელსებზე და ამ შანსზე უარი თქვა ქართულმა ოცნებამ. კიდევ ერთხელ მათ უღალატეს ეროვნულ ინტერესებს თავიანთი ფინანსური და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ცალსახა საქართველოს ეროვნული ინტერესები არის ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია. ეს საკითხი, ეს დოკუმენტი საუბრობს მხოლოდ ამაზე უარის თქმა, ამის გამო ევროსაბჭოს ასე ვთქვათ, საპარლამენტო ასამბლეის დატოვება არის ერთ-ერთი თავარი, ასე ვთქვათ, ხაზი საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატით. მე პირდაპირ ვიტყოდი ამას. ეხლა მე მოკლედ გეტყვით, ალბათ კითხვებშიც გექნებათ, რას შეიძლება ეს დოკუმენტი ნიშნავდეს და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ დააკნინონ ამ დოკუმენტის შინაარსი და ამ სტრუქტურის ინსტიტუციის მნიშვნელობა, უნდა ხაზი გაისვას იმას, რომ განსხვავებით ევროკავშირის, ევროპარლამენტისგან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის საქართველოს წევრობაზე დაფუძნებული, ის საქართველოს არის წევრი, შესაბამისად ევროსაბჭოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებები არის სავალდებულო და თუ ამასაც არ შეასრულებენ, რეალურად მათ მოუწევთ ამ ორგანიზაციას მთლიანად დატოვება, რაც წარმოუდგენელი იქნება. გარდა ამისა, ეს დოკუმენტი ქმნის ფუნდამენტურ საკითხებს, ფუნდამენტურ საფუძვლებს საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ და შესაბამისად ეს იქნება ასახული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არ არის უბრალოდ რეკომენდაცია, ეს არის რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებები, ეს არის იმ ორგანიზაციის შეფასებები, რომლის წევრია საქართველო და რომლის, ასე ვთქვათ, შეფასებები და გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულება აქვს ქვეყანას. აი დაახლოებით ესა და ამ დოკუმენტს აუცილებლად ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი პოლიტიკური ძალები და ალბათ სამოქალაქო საზოგადოება გამოიყენებს იმის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს წნეხი და ზეწოლა ქართულ ოცნებასთან იმის, რომ ჩვენ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, პატიმრების განთავისუფლებამდე და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე დაბრუნებას. აი ეს იყო რაც მინდოდა და მე თქვა დანარჩენ კითხვები თუ ზათო. ამ თემაზე რაც აიჩქარები, რაც ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ქართული ოპოზიციონერები უკრაინულ საქმიანობენ, თუ რა ყოფილიყო რეზოლუციაში ჩაწერილი. და რა შინაარსი უნდა ყოფილიყო. ხო, ძალიან არასერიოზული იქნება მათგან ამის თქმა, იმიტომ რომ რეალურად ძალიან გამჭვირვალე პროცესი არის ევროსაბჭო, ყველა ადამიანი ყველას ხედავს, ყველა ხედავ ვინის ხდება, ვინის ელაპარაკება, შევხვდით უკრაინელებსაც, შევხვდით ინდივიდუალურადაც და ჯგუფურადაც, სხვადასხვა ნაციონალურ დელეგაციებს, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, იყო კომიტეტებში საუბრები და მოხსენებები. ანუ ჩვენ ჩავიტანეთ სათქმელი, რასაც ხედავთ აქ ყოველდღიურად, ის წუხილი, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას, მივიტანეთ და იქ ასევე დახვდა შემხვედრი აღქმა იმ პროცესების ძალიან ნორმალური, გაგებული და სწორად დანახული. ეხლა დანარჩენი ვინმის ხდება რაღაც კონსპირაციები და ერთი ძალიან საინტერესოა, ის კონსპირაციები, რომელიც მაგათ რაღაცა deep state გონიათ. ეს არის უბრალოდ საღი აზრი, რომელიც იმ კორიდორებში და იმ დარბაზებში ისმის და ყველა ამას ხდება და აღიქვამს როგორც საღი აზრი, როგორც რეალობა, ქართულ ოცნებას ეს მიაჩნია, რომ ვიღაცა კონსპირაციას ახორციელებს მათ წინააღმდეგ. სინამდვილეში მათ უბრალოდ ადეკვატურობა აქვს დაკარგული, სამწუხაროდ ქართული დელეგაციის მოქმედება, ქართული ოცნების დელეგაციის მოქმედება იმდენად არასერიოზული იყო, რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნებიც კი მიიღეს, ის რომ მაგალითად საქართველოს ეს არ არის საქართველოს პარლამენტი, რომ ეს არ იქცევიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ასე შემდეგ. მათი, ასე ვთქვათ, რიტორიკის და მათი არგუმენტების საფუძველზე გარკვეულად ნეიტრალურად განწყობილი წევრებიც კი ევროსაბჭოსი
ზოგ დააკარგეს და დაუჭირეს უკვე ამ რეზოლუციას ხარ. მათი მხარდამჭერები, აი ამ მათი ნარატივი და რიტორიკიდან გამოდიან დარჩენ მხოლოდ ის ფრთები, ის ქვეყნების და პარტიების წარმომადგენლები, რომელიც ისედაც ის რომ მაგ იგივე სლოვაკეთის, იგივე უნგრეთის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები კონკრეტულად ამ პარტიების და არა ყველა კიდევ ერთხელ მათი პარტნიორი პარტიების, რომელიც გამორჩეულები არიან, ასე ვთქვათ, ანტიდასავლური და პრორუსული პოზიციები. დაახლოებით ეს იყო მათი მდგომარეობა. ამასაც ჯერდა მე საპარლამენტო ასამბლეისთვის ერთგვარ ბოიკოტის გამოცხადებასთან რა შედეგი აქვს ამას ქვეყნისთვის ჩვენ ურთიერთობისთვის ევროპულ ქვეყნებთან და ვთქვათ რომ თუ არ შესრულდება ეს რეზოლუცია შესაძლოა საქმე მივიდეს უკვე ევროსაბჭოს დატოვებამდე. რამდენი შეხვედრა მოსალოდნელია ეს სცენარი რომ საქართველოს არის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ საქართველოს ევროსაბჭო არ დატოვოს. მათ ეხლა ბოიკოტი გამოუცხადეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, თითქოს მათ შეუძლიათ რომ რაღაცა პროცესზე ზეგავლენა იქონեն. რეალურად ეს არის მათი საკუთარი თავის ჩიხში შეყვანა, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა, საგაზაფხულო სესიაზე აპრილში მათი საკითხი კიდე მაინც იქნება განხილული, რამდენად ეს რეკომენდაციები იქნა თუ არ იქნა შესრულებული, ამაზეც იქნება საუბარი. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მაინც მიიღებს, მოწონთ თუ არ მოწონთ და ის რასაც დააზიანებენ, ხო, რაც თავარია სახელმწიფო ზიანდება, ამის აღდგენა მათ გარეშე ძალიან მალე მოხდება. ამაზე მე პირობას გავცნობთ, რომ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ ორი საპარლამენტო სესია, გულისხმობ ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიის ფარგლებში, დაახლოებით ორი, ეს არის გაზაფხული, ზამთარი გაზაფხული, ან შემოდგომა ზამთარი, აი ამ ორი სესიის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ამ სტატუსის აღდგენა და საქართველოს დაბრუნება ზიანით, რა თქმა უნდა, მაგრამ ის სტატუს-კვოზე, რომელიც იყო აქამდე. თუმცა ქართული ოცნება ჩიხში აქცევს საკუთარ თავს, თავისი ამ არადეკვატური დამოკიდებულებებით, აი ამ კრიტიკის, ძალიან ობიექტური კრიტიკის მიმართ, რომელსაც ძალიან უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს, ის მთელ სოფლიოში კიდევ უფრო იჭრის გზებს ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის EUTOS საპარლამენტო ასამბლეაში, რომელსაც ცდილობდნენ რომ რაღაცა თავის გავლენები მოეპოვებინათ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომ ძალიან მალე არის და აქაც მანდ მოიჭრათ გზები. ყველა საერთაშორისო კონტექსტ, საერთაშორისო ფორუმზე ისინი იქნებიან, ასე ვთქვათ, კეთროვანები, გამოგდებულები, მათთან არავინ არ დაიჭერს საქმეს თუ ესენი და ეს შედგება მათი პრაქტიკული სრული საერთაშორისო იზოლაცია. მათი უშუალოდ და არა სახელმწიფო ძალიან ბევრი მეგობარი ყავს საქართველოს, ეს ძალიან ბევრი მეგობარი გამოჩნდა იმაზე, რომ ძალიან დეტალურად იციან სახელი გვარების დონეზე იციან ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, პატიმრების სახელები, მათი მდგომარეობა, დაზარალებული ნაცემი და ნაწამები ადამიანების სახეების და სახელები და გვარები. ამიტომ ძალიან ბევრი მეგობარი ყავს საქართველოს იმისთვის, რომ ქვეყანა არ დარჩეს იზოლაციაში, მაგრამ ქართული ოცნება აუცილებლად დარჩება იზოლაციაში, თუ ამ გზას არ შეწყვიტავს. კი ბატონო, არ ვიცი უბრალოდ რა. ვის? მაგრამ საგარეო წებაში გერმანიის საგარეო წება ასე არ აქვს, ის ამბობს, რომ 20 წლის კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული, გადავიდა საპრეზიდენტო რეზიდენციაში. ანუ, თქვენი შეფასება რომ გითხრათ, რომ ფიშერი ისევ ზურაბიშვილს აღიარებს პრეზიდენტად. და ეს იცით, მე არ ვიცი ეს კონკრეტული განცხადება, მე ზოგადად განწყობა შემიძლია გითხრათ რა არის გერმანიის პოლიტიკაში და ზოგადად ევროპულ პოლიტიკაში, რომ ის არც ერთი ევროპული ქვეყანა, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, გადავთ კიდევ ერთ კონკრეტისა, არ აღიარებს საქართველოს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას. ფაქტობრივ რეალობას ხედავენ, რომ პროცესი გარკვეულწილად მიდის და ვიღაცეებს რაღაც თანამდებობის პირებს არ ქმევეს ქართული ოცნება და ეს არის მოცემული. ხა დანარჩენი კონკრეტულად რას გულისხმობთ, უკვე მთლიანი ტექსტიდან გამომდინარეობს ალბათ, მაგრამ კიდევ ერთხელ არც ერთი ევროპული ქვეყანა ამ არჩევნების ლეგიტიმაციას, ამ არჩევნებიდან გამომდინარე ამ პარლამენტის მიერ არჩეული სტრუქტურების ლეგიტიმაციას არ აღიარებს. დანარჩენი ალბათ უკვე კონკრეტულ განცხადებაში უფრო ნათლად გამოჩნდება. მადლობა.